აუცილებლად ვუჩივლებ, ამბობს ოცნების საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის შვილი თამთა მეგრელიშვილზე, რომელმაც მისი დისკრედიტაცია ფსიქიკურ პრობლემებზე სპეკულირებით სცადა. ანუ კი ჩრდილელი დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნემას შემდეგ გახდა, რაც დაკავების შემდეგ გასაჯაროვდა, რომ უთარ ჩრდილელის შვილია. ოცნების პროპაგანდისტებმა დაიწყეს წერა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ყველა მათგანი ხაზს უსვამდა, რომ მამაშვილს 20 წელზე მეტია ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ანუ კი ჩრდილელმა განმარტა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები არასდროს ჰქონია. ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი თავისი საზიზღარი პროპაგანდით შეურაცხყოფს პრეზიდენტ ტრამპს, წერს ჯო უილსონი. რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, რეჟიმი საქართველოს კომუნისტურ ჩინეთს, ირანსა და რუსეთს გადასცემს, გრძელავს სიტყვის თავისუფლებასა და აპატიმრებს ოპოზიციას. ჩვენ მზად ვართ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ 35 ლიდერის პოლიტიკური და სამხედრო წინადადება უკვე მაგიდაზე დევს, განაცხადა ემანუელ მაკრონმა მსურველთა კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების როლი უახლოეს პერიოდში განისაზღვრება. პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა კიმ ჩენ ინის პეკინში ყოფნის ყველა კვალი გაანადგურეს, გაწმინდეს ავეჯი და წაიღეს მისი ჩიქა. რუსული მედია წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკინში საკუთარი ტუალეტითა და ნაგვის პარკებით ჩავიდა.